გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პროექტის გზავნილები აფხაზეთიდან პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველს ხვალ აფხაზეთში, ხოლო მეორეს შეჩერებული წამი ჰქვია. ის მოიცავს წერით ნამუშევრებს და ფოტომასალას, რომლის ავტორებიც გალის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიის 31 სკოლის მოსწავლეები არიან. ნამუშევრების ძირითადი თემატიკაა ბრძოლა მშვიდობისა და ერთიანობისათვის. ღონისძიებას გალის რაიონის რესურს ცენტრის აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და მოსწავლეების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებს საჩუქრად სიგელები და წიგნები გადაეცათ. ამასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები წარჩინებული 9 მოსწავლეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლეპტოპებით დააჯილდოვა. დღეს აქ წარმოდგენილია მასალები, მართლაც გზავნილები აფხაზეთიდან. ფაქტიურად ორი მიმართულებაა გაერთიანებული, ერთი გახლავთ თემები, რომელსაც ხვალ აფხაზეთში ეწოდება, მეორე კი შეჩერებული წამი. თითოეულ ბანერზე მოქცეულია ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოები. ეს ბავშვები სწავლობენ გალის რაიონის 31 სხვადასხვა სკოლაში და თემებიც ასევე გამოგზავნილია სხვადასხვა სკოლებიდან. ბევრი რამის შესწავლა შეიძლება მათი თემებიდან, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის და ვფიქრობთ ისინი მომავლის მშვიდობის ელჩები არიან, პატარა ელჩები, რომელთაც მართლაც ძალიან საინტერესო ხედვა აქვს და ყველაფერს გააკეთებენ აფხაზი და ქართველი ხალხის გამთლიანებისათვის. გავეცანიან ბავშვების ნაწერებს და აღფრთოვანებული და შეგაოცებული სასიამოვნოდ, იმიტომ რომ ძალიან სწორი ხედვა აქვთ ურთიერთობების აღდგენის ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა აღვადგინოთ ეს ურთიერთობები აფხაზებთან, აფხაზ ბავშვებთან და სწორედ ალბათ ეს ის თაობა, რომელმაც მართლა ეს ჩატეხილი ხედი შეიძლება აღადგინოს. ეს არის ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და მე ვფიქრობ, რომ მართლა 63 წლის განმავლობაში პირველად გამიჩნდა იმედი დაბრუნების, იმიტომ რომ ამ თაობებს იმდენი ცუდი არ აქვს ნანახი, რაც ჩვენ ვნახეთ. ამ თაობებს მიტევებლობის უნარი უფრო მეტიც აქვს. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელება შეიძლება აფხაზ ბავშვებთან ერთადაც სამომავლოდ ურთიერთობების დახვეწისა და რეგულირების საქმეში ალბათ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება. ბავშვებმა, რომლებიც არიან ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლეები, წარმოაჩინეს თავის სულის კვეთება, თავისი აზრები, როგორ უნდა მოხდეს შერიგება, როგორ არ ჩაუქრათ მათ იმედის ნაპერწკალი შერიგებისა, მთელი საქართველოს გამთლიანებისა. ამ ბავშვებს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ პედაგოგებს, მათ მშობლებს, რომ მათში არის შენარჩუნებული ქართული ენის უსაზრო სიყვარული, ქართული ენის უბადლო ცოდნა და ლიტერატურული ნაწარმოებების არაჩვეულებრივად ცოდნა. იმ პირობებში, როდესაც მათ ართვევენ პიროვნულ თავისუფლებას, ართვევენ უფლებას მშობლიურ ენაზე მიიღონ სწავლა-განათლება, ისინი იმედიანად უყურებენ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას და ქართული ტერიტორიების ქართულ სივრცეში დაბრუნებას.